ბატონებო, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ნიკა, თქვენი სტუმრობა ყოველთვის სასიხარულოა და ვაფასებ თქვენთან შეხვედრას გუტამ. Thank you. Tell us about AMD. დავიწყოთ AMD-ზე საუბრით, მინდა ჩვენს მაყურებელს უფრო მეტი დეტალი გავაცნო ამ შვეიცარიულ ინსტიტუტზე. Let me say so about Switzerland management. Absolutely. სიამოვნებით, AMD დაახლოებით 77 წლის წინ დაიბადა, როგორც ორი ინსტიტუციის უჩვეულო კომბინაცია, რაც დღემდე ახდენს გავლენას ჩვენს DNM-ზე. პირველი ინსტიტუცია Nestle იყო, რომელიც დღეს მსოფლიოში საკვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, 90 მილიარდ დოლარიანი შემოსავლით. იმ დროისთვის Nestle საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა და თანამშრომლებს ბიზნესის სფეროში განათლების მისაღებად ხშირად გზავნიდნენ შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. საბოლოოდ მათ ჰარვარდს მიმართეს და უთხრეს, იქნებ სკოლა შვეიცარიაში გახსნათ Nestle ტერიტორიაზე და შენობას გამოგიყოფთ, ჰარვარდი კი თავის პროფესორებს გამოგზავნის, რომ ბიზნეს სკოლა გაიხსნას. შესაბამისად, AMD Nestle-სა და ჰარვარდის კომბინაციით დაიბადა. მოგვიანებით იმ დროისთვის მსოფლიოში ალუმინის უდიდესი მწარმოებელი ალკონი შემოერთდა ამ პარტნიორობას. დღეს აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვართ, არაფერი გვაქვს საერთო ჰარვარდთან ან Nestle-სთან. მუშაობთ როგორც დამოუკიდებელი non-profit-ი, მაგრამ ჩვენი DNM-ი კვლავ მნიშვნელოვანია. ეს არის აკადემიისა და ბიზნესის კომბინაცია. Fantastic. შესანიშნავია. ინტერვიუს განმავლობაში ჩემი პერსონალური გამოწვევა იქნება უპასუხოთ კითხვას, რატომ გადაწყვიტა AMD-მ მოემზადებინა და ჩაეტარებინა სიტუაციის ანალიზი, იგივე case study, რომელიც TBC-ის შესახებ გამოქვეყნდა. როგორ მოიძიეთ ეს ისტორია და რით გახდა TBC-ის თემა საინტერესო AMD-ისთვის? And then interesting for AMD. Yeah, I think we hear ვფიქრობ, საინტერესო კომპანიების შესახებ სხვადასხვა გზით ვიგებთ ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს პერსონალური კომუნიკაციის საშუალებით მოხდა, როდესაც TBC-მ AMD-ში ვიზიტი გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, AMD-ის კამპუსი ყოველწლიურად 14,000 ადმინისტრაციას მასპინძლობს. ყველა შესახებ კვლევას ვერ მოვამზადებთ. როგორც წესი, სიტუაციურ ანალიზს ორ შემთხვევაში ვამზადებთ. ერთი, როდესაც კომპანია ძალიან საინტერესო პროექტებს ახორციელებს, რასაც სხვა ბევრი არ აკეთებს და მეორე, როდესაც ეს პროექტები რეალურად გამოსდით და იბადება ბევრი საინტერესო გაკვეთილი, საიდანაც სხვა კომპანიების წამყვან რგოლებს შეუძლიათ ისწავლონ. შესაბამისად, ეს კომბინაცია აკეთებდა საინტერესო რამეს, იყო ამაში წარმატებული და სხვებისთვის კარგი გაკვეთილის მიცემა შეგეძლოს. და ასე იყო TBC-ის შემთხვევაში? ეს იყო TBC-ის შემთხვევა. დიახ. Please share with me some more გაგვიზიარეთ ინფორმაცია იმ ბენეფიტებისა და ღირებულების შესახებ, რასაც ამიერიდან მიიღებთ. ანუ რა სარგებელს აძლევს ეს კვლევა თქვენ სტუდენტებს, ზოგადად ყველას მიმდევრებს, იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდაა გამოქვეყნებული. ჩვენთვის ამ დეტალების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. shareable and it's very important for us to know the details. I think there's two ways in ვფიქრობ, სარგებლის მიღება ორი მხრივ შეიძლება. პირველი ისაა, რასაც AMD-ში გავაკეთებთ, თუმცა ჩვენი მიზანია კვლევა მხოლოდ AMD-ზე არ შევზღუდოთ. გსურს, რომ ანალიზი, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ჯილდოსაც დაიმსახურებს, თუმცა ეს წინასწარ არ ვიცოცხადე, რაც შეიძლება მეტი ბიზნეს სკოლისთვის იქნეს ხელმისაწვდომი. ყველასთვის, ვინც ბიზნეს სკოლაშია და სურს უპასუხოს კითხვას, როგორ შეუძლია ბაზრის ლიდერ მემკვიდრეობით კომპანიას თავი ხელახლა შექმნას, თუმცა ძალიან განსხვავებული ფორმით, როცა ვიცით, რომ უმრავლესობა, ვინც ამას ცდილობს, მარცხდება. მაგალითისთვის, დღეს ასე ავტოინდუსტრიაში ხდება. შეხედეთ გამოწვევებს, რომლის წინაშე ავტომწარმოებლები დგანან, რადგან არ შეუძლიათ ელექტრომობილებზე, თვითმართვა ტექნოლოგიებზე, რევოლუციურ პროგრამებზე ადაპტირება. შესაბამისად, ლეგასი კომპანიების უმრავლესობა ამ პრობლემების წინაშე დგას. TBC კი იმ იშვიათ კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც წარმატებით დაძლიეს ეს გამოწვევა. So personal for you. ნიკა, თქვენ როგორ აფასებთ, რომ AMD-მ თქვენი ისტორია აღმოაჩინა, ჩაატარა case study და გამოაქვეყნა ეს ამბავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რას ფიქრობთ ამაზე? What does it mean in general? I think ვფიქრობ, პირველ რიგში ეს უზარმაზარი მიღწევაა TBC-ისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც გუტამმაც აღნიშნა, AMD ყოველწლიურად 10,000-ზე მეტ კომპანიას მასპინძლობს და ფაქტი, რომ TBC-მ დაიმსახურა AMD-ის გუნდისა და კონკრეტულად გუტამის ყურადღება, ჩემი აზრით, დიდი მიღწევაა. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ძალიან სწორად ვაკეთებთ. მეორე მხრივ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, როგორც ვაკეთებთ, გლობალური მასშტაბისაა. ფაქტი, რომ საქართველოდან ვართ.
რომელიც არც თუ ისე დიდი ქვეყანაა, მხოლოდ 3,5 მილიონი ადამიანი ვართ. და ფაქტი, რომ გავცდით საქართველოს ფარგლებს. შევედით უზბეკეთში, რომელიც საქართველოზე 10-ჯერ დიდია 38 მილიონი მოსახლით და უჩვეულო მეთოდი, რომლითაც ამას მივახციეთ. გულისხმობთ ციფრულ ექსპანსიას მობილური აპლიკაციის საშუალებით, რეალურად უზარმაზარი, ძალიან დიდი ისტორიაა და ძალიან მაგარია, რომ IMD-ს სურს ეს ისტორია მოყვეს. გამოქვეყნოს, გაავრცელოს და სტუდენტებს ესაუბროს წამყვან ფაკულტეტებზე, რადგან IMD მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლაა. ამ საკითხის და თავად ანალიზის შესწავლისას ჩემთვის საინტერესო იყო, როგორც ნიკა მახსენა, კომპანია რაღაცა სწორად აკეთებს, სწორი გზით მივდივართ, თუმცა საინტერესოა როგორ პოულობთ ამ ისტორიებს, უთამ რომლებიც ინსპირაციული იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც წაიკითხავს და გაეცნობა, რა აჩენს ამ ინსპირაციას. I think, we are always... ჩვენი შთაგონების წყარო ყოველთვის იყო დავითის და გოლიათის ისტორია. იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არავითარი მიზეზი არ აქვს, რომ ჰქონდეს კომპანია, რომელიც ასე სწრაფად იზრდება და არაჩვეულებრივ ფინანსურ შედეგებს დებს. მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისია, რომ ბევრ პატარა კომპანიას იმედი გაუჩნდეს. მცირე კომპანიები ზოგადად საზოგადოების ქვაკუთხედები არიან. ამიტომ, როდესაც პატარა ქვეყანა შეუძლია ეს ყველაფერი უფრო ფართო გეოგრაფიაზე განავრცოს, ეს შორიდან ძალიან კარგი სანახავია. ყველას აძლევს იმედს. მეორე მხრივ, რადგან ვიცით, რომ ბევრი ლეგასი კომპანია ვერ ახერხებს იგივე, სწორედ ეს აქცევს ამ ისტორიაში შთაგონების წყაროდ. ყველა, ვინც ასეთ კომპანიაშია დასაქმებული, დაინახავს, რომ შესაძლოა არსებობს გზამკვლევი, მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომლებიც ჩვენს კომპანიას შეგვიძლია მოვარგოთ. ნება მომეცი ძალიან მარტივი სტატისტიკა გაგიზიაროთ. 1995 წლის შეერთებული შტატების 500 უმსხვილესი კომპანიიდან 2020 წელს იგივე სიაში მხოლოდ 192 კომპანია გვხვდება. 60% ამ სიიდან ამოვარდა. შესაძლებელია ისინი ამ სიიდან იმიტომ არ ამოვარდნენ, რომ ზრდის ტემპი შეუმცირდა და სხვების კი გაიზარდა, მაგრამ არა, ამ კომპანიებიდან 260 ან გაიყიდა ან გაკოტრდა ან რაიმე მსგავსი. ძალიან რთულია ასეთი კომპანიებისთვის ხელახლა დაბადება და ვფიქრობ, რომ DNM-ი, რომელიც ამ კომპანიას აქვს, ვიღაცებს იმედს აძლევს, რომ შეგიძლია ერთდროულად იყოს ძალიან ძველიც და ახალიც. old at the same time. ნიკა, რას ნიშნავს TBC-ისთვის, როდესაც მის შესახებ case studies შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი აქვეყნებს? What does it mean for TBC itself? I mean, we honestly, firstly, გულწრფელად რომ გითხრათ, IMD-ს ძალიან ვაფასებთ, რადგან მათთან არაერთი შეხება ჰქონდა წლების წინ, როცა ჩვენი კომპანიიდან IMD-ში ერთი კვირით დაახლოებით 50 ადამიანი წავიყვანეთ გუტამთან და მის გუნდთან ერთად სტრატეგიულ გეგმაზე სამუშაოდ. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩვენთვის IMD მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა თავის ინდუსტრიაში შესაბამისად, როდესაც ასეთი კომპანია აფასებს, რასაც აკეთებ და ფიქრობს, რომ შენ მიერ განვლილი გზა შთაგონების წყარო გახდება მათთვის, ვინც IMD-ში მივა უდიდესი დასტური და მოტივაციაა მენეჯმენტისთვის, რადგან ასეთი რაღაცეები თავისით არ ხდება. ბევრი მილიონიდან მხოლოდ ერთ კომპანიას შეუძლია ასეთი შანსი ჰქონდეს, რომ მის შესახებ ისაუბრო. ეს გამორჩეული ფაქტია. ვიტყოდი, რომ აუცილებელია თავმდაბლები დავრჩეთ და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ, თუმცა ამავე დროს უნდა გავიაზროთ, რომ შეგვამჩნიეს და ეს ძალიან მაგარია. acknowledge that this is very cool. გისმენთ, განაგრძეთ. What I wanted to add is... მინდოდა დამემატებინა, რომ როდესაც ვუყურებ ჩემს თავს და ჩემს კოლეგებს ისტორიებს, რომლებსაც ვსწავლობთ, ასეთი ანალიზი ჩამიტარებიან Nespresso-ზე, Unilever-ზე, Nike-ზე, Boeing-ზე. როგორც წესი, ასეთი ტიპის კომპანიებზე ვწერთ, რადგან ამ ბრენდებს ყველა იცნობს. ყველას უნდა იცოდეს საითმიდიან ეს კომპანიები. რატომ ავარჩიეთ TBC? მხოლოდ იმიტომ, რომ დავინახეთ, რაღაც ძალიან საინტერესო ხდება მათკენ. სხვაგვარად, როგორ მიიპყრობ აუდიტორიის ყურადღებას? თუ Nike-ს ვახსენებ, უკვე ყველა ყურადღებით მისმენს. თუ Unilever-ს ვახსენებ, ყურადღებით მისმენენ. Nespresso, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს. TBC ვინჯანდაბაა? ეს არის პირველი კითხვა. ამიტომ თუ გაკვეთილი საკმარისად ძლიერი არ არის, ასეთ кейს არასდროს ავირჩევდეთ. The lessons are powerful. We would never pick a case like this. თუმცა შესაძლებელია, რომ ინტერესი უფრო მაღალიც კი იყოს. That's the reason why we are დიახ, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ავირჩიეთ. ვფიქრობ, როდესაც აკეთებ რაღაცას, ვიტყოდი, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, სწორედ ამ დროს იქცევ ადამიანების ყურადღებას ცოდნის პერსპექტივიდან. ჩვენი მიზანიც ეს არის. თუ AMD-ს დანიშნულებაზე ვისაუბრებ, ძალიან მარტივია, გამოვცადოთ ის, რაც არის და შთაგონება გავიჩინოთ იმაზე, რაც შეიძლება იყოს. ამიტომ, როდესაც 14000 მენეჯერი ჩვენთან მოდის, ან ჩვენ მივდივართ მათ კომპანიებში, სწორედ ამას ვცდილობთ. შეგვიძლია მათი გამოცდა თავიანთ საქმიანობაში და შეგვიძლია მათი გამოცდა შესაძლებლობებში? და ვცდილობ
ვცდილობ, რომ ეს ძალიან მარტივი პრაქტიკული გზით ვქნათ და არა თეორიული. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი და დანიშნულება და ვცდილობთ, რომ ასე ვიცხოვროთ და TBC-ის მსგავსი ისტორიები ჩვენთვის ამ შესაძლებლობას აჩენს, რომ სხვებმა შეძლონ თქვან, დღეს რაღაც ახალი ვისწავლე, რასაც ჩემს ბიზნესს მოვარგებ. to my business. You mentioned about Uzbekistan. თქვენ უზბეკეთი ახსენეთ, მთელმა საქართველოს მიცის, რომ იქ გადახვედით და იქ ხართ ბაზირებული, სურს ეს მომენტი გამოვიყენო და ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ ბოლო შედეგები, გულისხმობ 2024 წლის შედეგებს, რაც უკვე გამოაქვეყნეთ სხვადასხვა პერსონალურ თუ პროფესიულ არხების საშუალებით. And professional channels, and how does it go? First thing that people have to ხალხს უნდა გავახსენოთ, რომ უზბეკეთში მხოლოდ 4.5 წლის ვართ. ამ 4.5 წლის განმავლობაში შევძელით შეგვეძინა დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი, ანუ უზბეკეთში 19 მილიონი მომხმარებელი ყავს. ვინმე იტყვის, რომ უზბეკეთი დიდი ქვეყანაა და ასეცაა, მაგრამ საუბარია მოსახლეობის ნახევარზე. შესაბამისად, ჩვენს სამომხმარებლო ბაზაში უზბეკეთის მოსახლეობის 50% 19 მილიონი ადამიანი ყავს. ეს პირველი მიღწევა. მეორე მიღწევაა, რომ ამ 4.5 წლის განმავლობაში შევძელით, რომ საკმაოდ მომგებიანი ბანკი გამხდარიყავით, კაპიტალზე შემოსავალი 27%-ია, რაც უკვე არის მსოფლიო დონის მაჩვენებელი. ყველაფერი ეს განსაკუთრებით ბოლო ნაწილი შესრულდა ძალიან ინოვაციური, გამოწვევებით სავსე და რაღაც მხრივ უცხო ბიზნეს მოდელით, რადგან ამ ყველაფერს მხოლოდ მობილური აპლიკაციით ვახორციელებთ. ძალიან ცოტა ციფრული ბანკი არსებობს მსოფლიოში, რომელიც ახერხებს, რომ 2 წელიწადში ნულოვან მოგებაზე გავიდეს. 4 წელიწადში კი უკვე მომგებიანი იყოს და 19 მილიონი მომხმარებელი მიიზიდოს. ეს არის მოკლედ თუ რას მივახციეთ უზბეკეთში 4.5 წელიწადში. So this is in short what we did in 4 years in Uzbekistan. Do you estimate any kind რა გეგმები გაქვთ 2025 წლისთვის? არ ვსაუბრობ კონკრეტულ რიცხვებზე ამ პარამეტრებზე, თუმცა მოკლედ გითხარით ზოგადი გეგმების შესახებ. brief us about your plans as well? I can tell you what we promised to our investors. შემიძლია გითხრათ ის, რასაც ჩვენს ინვესტორებს დავპირდით. მათ დავპირდით, რომ გვექნება მინიმუმ 75 მილიონ დოლარიანი სუფთა მოგება, რაც გასული წლის შედეგის თითქმის გაორმაგებაა. ეს უდიდესი მიზანია, თუ დაუფიქრდებით, რომ ამ ხელა მასშტაბს მივახციეთ და ახლა ამ მასშტაბს გავაორმაგებთ. ეს ჩვენი ძალისხმევის საუკეთესო გამოვლინებაა და შექებას იმსახურებს გუნდი და ყველა, ვინც ამ ყველაფერს უწყობს ხელს. საუბარი არ არის მხოლოდ ცალკეულ ადამიანებზე ან ჩემზე. საუბარია უკიდურესად ძლიერ გუნდზე, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას, საქართველოშიც და უზბეკეთშიც. So this is a very, very good achievement. And what I want to just add there, მინდა დავამატო ისიც, რომ ბევრი კომპანია არ იქმნება მასშტაბირებად ინფრასტრუქტურაზე. I would call as a scalable infrastructure. რას გულისხმობთ? What I mean by that is, if they go გულისხმობ, როცა კომპანია 19 მილიონიდან სიტყვაზე 22-24 მილიონზე ადის და ამდენი თვე ზრდის თავის გაყიდვებს. many more products and Nika is services. talking about ნიკა სტატისტიკაზე საუბრობდა და ჩვენც ვადასტურებთ, რომ დიახ, 19 მილიონი ნამდვილად არის უზბეკეთის მოსახლეობის ნახევარი, მაგრამ როცა მომხმარებელზე ვსაუბრობთ, 19 მილიონი აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობისაა. totally different. ზუსტად, ეს აბსოლუტურად სხვაა. მოსახლეობის უმრავლესობა. If you look at the adult population, exactly. ასეა თუ დასრულ მოსახლეობას შეხედავთ. ბევრი კომპანიისთვის გამოწვევაა, როდესაც მომხმარებელზე უფრო ბევრ პროდუქტს და მომსახურებას ყიდის, შეინარჩუნოს თავისი ხარჯების სტრუქტურა უცვლელად, გაზარდოს თუ შეამციროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც TBC-მ შექმნა, საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის დამატებასთან ერთად ერთ მომხმარებელზე კომპანიის ხარჯების შემცირებაა შესაძლებელი, რაც არც თუ ისე ხშირია. ვფიქრობ, აქაც შეიძლება ძალიან საინტერესო გაკვეთილების პოვნა, რადგან რეალურად მჯერა, რომ მომავალი თაობის კომპანიები, რომლებიც წარმატებულები იქნებიან, ამ წარმატებას მიაღწევენ ინფრასტრუქტურით, რომლის მასშტაბირებაც ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე შესაძლებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ რა ხარჯიც არ უნდა გქონდეს დღეს, ის არ გაორმაგდება, როდესაც კომპანია გაიზრდება. სწორედ ამაშია მთელი მაგიურობა. That's really where the magic is. Thank you so much and I hope that უღრმესი მადლობა და ვიმედოვნებ, რომ AMD-სგან კიდევ უფრო მეც გავიგებთ არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ჩვენს კარგ მეგობართან და პარტნიორთან TBC-სთან ერთად. Thank you. Thank you. Thank you. Pleasure to Thank you meet for the you. interest. Thank you.